კარგით დავიწყოთ. ეს ფრაზა უკვე მეოთხეჯერ ესმის ჩვენ სტუმრებს, რომლებიც უკვე ჩვენი, ესე ვთქვათ, გულშემატკივრები არიან და ფაქტიურად აღარ სტოვებენ ჩვენს შეხვედრებს, სალონურ შეხვედრებს. მოგესალმებით. პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს, შობას. არაჩვეულებრივი პერიოდია დღევანდელი ჩვენი შეხვედრისთვის. განსაკუთრებით ჩვენთვის, ქართველებისთვის, რადგან ჩვენი შობის დღესასწაული სულ რამდენიმე დღის წინ იყო და ველოდებით ძველით ახალ წელს, რომელსაც ესე ვთქვათ ტრადიციულად აღვნიშნავთ ხოლმე. და ზუსტად ამიტომაც დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გამასპინძლებლის ესე ვთქვათ ფურშეტი მიძღვნილი ყოფილიყო ახალი წლისთვის და მაქსიმალურად როგორც ყოველთვის შევეცადეთ მე და ნათიამ ბოლო შეხვედრაზე ფაქტიურად ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ, რომ გაგმასპინძლებოდით და აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ თვითონ მოვამზადეთ. და დამერწმუნებით, რომ ალბათ არ ვიცი როგორ გითხრათ, უდიდესი სიამოვნება არის, როცა სტუმარს ელოდები სახლში და გინდა რომ შენით შექმნილი შენი გემოვნებით გაუმასპინძლდეს სტუმრებს და ჩათვალეთ, რომ რა თქმა უნდა დღეს თქვენ ხართ ჩვენი სტუმრები და აი ამ გულით, აი ამ ხელგაშლილობით გმასპინძლობთ ჩვენი დღევანდელი სუფრით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დღეს რიგით მეოთხე სალონური შეხვედრა გვაქვს. დღეს ძალიან ბევრი დიდი მადლობით უნდა დავიწყო და არა მარტო დღევანდელი დღე, ყოველ შეხვედრაზე განსაკუთრებულ ამ ჯადოსნურ სიტყვას ვიყენებ, იმიტომ რომ დამსახურებულად ვუძღვნი ამას ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ჩემი, ესე ვთქვათ, სპონტანური წამოწყება მეტად არ ვიცი, ხორცი შევასხით, უფრო ინა შეხვედრაზე საკმაოდ დიდი დრო დაუთმე ჩემს წარდგენას, ზოგადად ჩვენ საქმიანობას, რატომ ვიკრიბებით აქვს და ყოველ ჯერზე, არ ვიცი, დღესაც გხედავთ ადამიანებს, რომლებსაც პირველად შეგხვდით. და დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ ეს თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩემთვის რამდენამეს ნიშნავს. ის რეკომენდაცია, საიდანაც თქვენ მოხდით, ჩვენი მეგობრების მეგობრები. არ ვიცი, ფაქტიურად ყოველ ჯერზე ჩვენი აუდიტორია უფრო იზრდება. ეს იმას ნიშნავს, ალბათ იცით ძალიან კარგად, რომ ის რაც ყველაზე მეტად ჩვენ ემიგრაციაში გვჭირდება, ის ურთიერთობა, ის კომუნიკაცია, ჩვენი პროფესიული განვითარება, თუ უბრალოდ ჩვენი ყოველდღიურობის გაზიარება, ამის ძალიან დიდი დანაკლისი გვაქვს ჩვენ ემიგრაციაში და მე ვფიქრობ უკვე და მარტო მე არა, ჩემი მეგობრების დამეთანხმებიან, რომ ეს უკვე ის სივრცე არის, სადაც ჩვენ თუნდაც თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ ამის საშუალება მოგვეცეს, რომ შევიკრიბოთ და ერთმანეთს გაუზიაროთ ჩვენი ემოციები, ჩვენ შესახებ ინფორმაცია. განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თქვენ აქ შეხვდებით ახალ ადამიანებს, ახალ სახეებს და ძალიან ბევრი შემთხვევა არის, რომ ზუსტად შესაძლებელია ისეთ ადამიანთან მოხდეს თქვენი გადაკვეთა, რომელიც ზუსტად იმ დროს საჭიროება არის თქვენი იმ ეტაპზე, რა ცხოვრებასაც გადიხართ, რა ეტაპზეც ვიმყოფებით ჩვენ ემიგრაციაში. და ამისთვის არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგას იმ ნდობისთვის, რაც დღეს გამოხატეთ ჩვენს მიმართ, დღეს აქ იმყოფებით და გსურთ გაიზიაროთ უკვე ესე ვთქვათ პირისპირ ჩვენი სალონური შეხვედრების ფორმატი, შინაარსი და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ ეს არ იქნება პირველი თქვენი ვიზიტი და შეძლების დაგვარად შეძლებთ ხოლმე, რომ დაესწროთ ჩვენ შეხვედრებს. დიდი მადლობა ამისთვის.
ეხლა ყოველ შეხვედრაზე ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა ისტორიებით დავიწყო, იმიტომ რომ იმდენად ბევრი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო წლებში, რომ არ ვიცი, პირდაპირ ღიად მინდა რომ გაუზიარო, არა მარტო ჩემ მეგობრებს, არამედ იმ ადამიანებს, რომელსაც დღეს პირველად შევხვდით და ჩვენ ყველანი დავმეგობრდებით აუცილებლად, იმიტომ რომ არ არსებობს გამორიცხული რომ რაღაცა გადაკვეთის წერტილი არ გქონდეს და მე აბსოლუტურად ღიად ყოველ შეხვედრაზე ამას ვაცხადებ, რომ ყოველ ჯერზე ფაქტიურად ვასწრებ ხოლმე ერთი ან ორი მიმართულების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას. ნებისმიერ დროს, რა თქმა უნდა, როგორც ჩემ პირად გვერდზე Facebook-ზე, ასევე Georgian Space-ი, აზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, ასევე დანარჩენი იმ პროექტების შესახებ, რა მიმართულებითაც თქვენი ინტერესი შეიძლება გამოიკვეთოს, მე მზად ვარ ნებისმიერი მიმართულებით, თუ მე ვერ დაგეხმარებით ან ვერ მოგცემთ მიმართულებას, უკვე ჩემს უკან არის არმია ჩემი მეგობრების, პროფესიონალების, ნებისმიერ სფეროში, რაც ამერიკაში შესაძლებელია, რომ ჩვენი საჭიროება იყოს, რომ ჩვენ გვერდით იყვნენ, ნებისმიერ აბსოლუტურად იცით, რომ ინფორმაციის დეფიციტია ამერიკაში. ყველაზე დიდი ღირებულება, რაც აქვს, ეს არის ინფორმაცია. სწორად ლაკონურად იმ გზაზე მიმართულების აღება, რომელიც დაგვიზოგავს ამერიკაში წინსვლას და წარმატების მიღწევას. ამიტომ ჩვენ ღია ვართ ამისათვის, ასევე ყოველ ჯერზე ხავ ვცდილობ რომ ძალიან არ ვიცი ლაკონურად მოკლე დროში ჩავეტიო ჩვენი პროექტები და ზოგადად ეს სალონური შეხვედრები ვერ შედგებოდა. და დღეს მეოთხეჯერ ჩვენ ვერ შევხვდებოდით, რომ არა ჩვენი მეგობრები, რომლებიც მხარს გვიჭერენ ყველანაირი კუთხით, მორალურად, ფინანსურად, თავიანთი პროდუქციით, თავიანთი მომსახურებით თქვენთვის, ჩვენთვის, ჩვენი პროექტისთვის. ამით იმის თქმა მინდა, რომ აბსოლუტურად ყველა ნაირი ჩვენი ურთიერთობა და პროექტები არის ერთმანეთთან დაკავშირებული და სულ მინიმალური კონტრიბუციაციაც კი, როგორც ინტელექტუალური, ასევე ბიზნესიდან გამომდინარე, ყველაფერი შეგვიძლია ჩვენ ეს, რომ ისევ ჩვენთვის მოგაწოდოთ და გავაზიაროთ ჩვენი საქმიანობის და ჩვენი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია. აუცილებლად ყოველ შეხვედრაზე ჩვენ გვერდით გვიდგა სამწუხაროდ დღეს ვერ ესწრება ჩვენ შეხვედრას ჩვენი მეგობარი რომელიც არის დღეს თქვენ მიირთვით უკვე დააგემოვნეთ და პროცესში ხართ ქართული ღვინო დუგლაძეების ღვინოს წარმომადგენელი კომპანია Georgian Vintage პაკო რომელიც დღეს სამწუხაროდ ვერ ესწრება ჩვენ შეხვედრას პაკო ყოველთვის გვერდით გვიდგას რომ ეს ჩვენი ლამაზი შეხვედრა დავიწყოთ ქართული ღვინოთი დავაგემოვნოთ და განწყობა შეგვექმნას და არის ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისი მხარდაჭერა და ყოველ შემთხვევაში შეხვედრაზე ვამბობ, რომ ჩემი ფავორიტი ღვინოა ჩამოსვლის დღიდანვე და ძალიან მიხარია, რომ მეც ჩემი მხრიდან შემიძლია, რომ პოპულარიზაცია გავაკეთო ამ ჩვენი ქართული ღვინის და არა მარტო ჩვენს ქართულ კომიუნიტიში, ნებისმიერ ამერიკელთან ვისთანაც მე შეხვედრა მაქვს ან საჩუქარი მაქვს მისარდმები აუცილებლად ხელდამშვენებული დუგლაძეების ღვინოთი ვსტუმრობ ჩემს მეგობრებს და რა თქმა უნდა ამ დროს საბაბი მაქვს ხოლმე მიზეზი უფრო სწორედ რომ ჩვენ ქართულ კულტურაზე ვესაუბროთ ამერიკელებს და გავაცნოთ ჩვენი ქართული ღვინო. მადლობთ პაკოს ამისთვის და სხვათა შორის ცოტა გადავახტები მოვლენებს დღეს შეხვედრის ბოლოს აუცილებლად გვექნება იცით ალბათ ჩვენ announcement-ში წაიკითხეთ რომ გვექნება გათამაშება სხვადასხვა კარგ რაღაცებს გავათამაშოთ, მათ შორის აი ეს სამი ბოთლი, რომელიც აქვს წარმოდგენილი, აუცილებლად თქო იღბლიანი მიიღებს საჩუქრად ამ ღვინოს. ძალიან გემრიელია, ნამდვილად დიდი მადლობა. კარგით, ეხლა
ძალიან მოკლედ გეტყვით ჩემს შესახებ და დღეს არ გეგმავდი ამის პრეზენტაციას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ უმეტესი თქვენთაგანი პირველად ესწრებით, პირველად შევხვდით ჩვენ ერთმანეთს, როდესაც ხდებოდით პირადად გაგეცანით, ბუნებრივია ჩდება კითხვა, რომ ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ. სამწუხაროდ დღეს არ მაქვს საშუალება, რა თქმა უნდა დღის ბოლოს დიდი სურვილი თუ დრო გექნებათ პირადად ყველას გაგესაუბრებით, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ თითოეული თქვენთაგანი რა საქმიანობთ, რომ გავცვალოთ ინფორმაცია. თუ დღეს ვერ მოვასწრებთ, მე ყოველთვის ხაზზე ვარ და შეგვიძლია უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამის შესახებ. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ჩემი ძირითადი საქმიანობა არის დღეს ჩვენ ვიმყოფებით აი ამ არაჩვეულებრივ სივრცეში. ეს არის სადაზღვევო კომპანიის Guardian Life-ის სააგენტო The Forest Hills Financial Group, რომელიც ეწევა სადაზღვევო საქმიანობას სიცოცხლის დაზღვევის, ინვესტიციების, საპენსიო ფონდების და ასე შემდეგ უამრავი პროდუქტი გვაქვს. ამ კომპანიის თანამშრომელი გახლავართ მე, ჩვენ დღეს ვიმყოფებით ჩემს, ესე ვთქვათ, ჩვენს ოფისში და ჩვენი სამსახური მაძლევს და ჩვენ ყველას გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს არაჩვეულებრივი შეხვედრები წარმართოთ ამ სივრცეში და არ ვიცი, დამერწმუნებით ნიუ-იორკში, ამერიკაში და განსაკუთრებით ნიუ-იორკში ამის ფუფუნება როცა არის, ეს არის, არ ვიცი, ნამდვილად არაჩვეულებრივი საშუალება. თვითონ ჩემს საქმიანობას რაც შეეხება, მე გახლავართ ფინანსური წარმომადგენელი, რეალურად ვარ შუამავალი მრჩეველი თქვენსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, რომ სწორედ დავგეგმოთ თქვენი ფინანსური სტაბილურობა და შესაბამისად მოვარგოთ ის პროდუქტები, რომელიც გრძელვადიანად თქვენი ფინანსების გადანაწილებას, ესე ვთქვათ, გეგმას შემოგთავაზებთ. ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად არ არის ის, რომ ეს პროდუქტი, აი ესე პირდაპირ გეტყვი, ეს არ არის გაყიდვები. თავისთავად აქეთ მხარეს არის ბიზნესი და დღესდღეობით ყველას ჩვენი საქმიანობა არის ბიზნესი. ის არის საკონსულტაციო, ესე ვთქვათ, რჩევაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომ თქვენი ფინანსები სწორედ დაგეგმოთ, რისთვისაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, რომ გამოიყენოთ პროფესიონალის რჩევა. ეს ერთი მიმართულება, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ვარ დამოუკიდებელი ბროკერი, რადგან ეს კომპანია ჯანმრთელობის დაზღვევას არ სთავაზობს კლიენტებს და იცით, რომ ამერიკაში ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის ქონა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებითაც სხვათა შორის დღეს ესწრება ერთი ჩვენი სტუმარი, რომელიც ჩვენ რეალურად გავიცანით ამ მიმართულებით და ეს არის ჩემი ძირითადი საქმიანობა. არ ვიცი, ჩემ ლეგალებს, მოდით აქ შევჩერდები, იმიტომ რომ გარდა ამისა მაქვს ჩემი სტარტაპ ბიზნესი, მაქვს უდიდესი გამოცდილება საქართველოსთან საბანკო მიმართულებით, ჩემი კოლეგა ყოფილი ბანკიდან ესწრება, ასევე სასტუმროების მიმართულებით 6 წელი საქართველოში 5 სასტუმრო მაქვს გახსნილი და ვმართავდი სასტუმროებს, ანუ hospitality-ის მიმართულებით. ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, რაღაცა ის უკვე ჩემი ორგანული, არ ვიცი, ყოველდღიურობა არის და ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ სურვილი გამიჩნდა, რომ მხოლოდ სახლში რამდენიმე ჩემი მეგობრის სტუმრობით არ შემოფარგულიყავი და უფრო მეტი ადამიანისთვის გამომეტანა ის გამოცდილება, რისი სურვილიც გამიჩნდა დღესდღეობით
დღეს წარდგენის რამე პრობლემა ხო არ გვაქვს? არა, მე შევცვალე Georgian Space-ი გამოვიტანე, რომ ჩანდეს შენი შექმნილი სივრცე. კარგით. ეხლა რაც შეეხება კი, მათია, მადლობთ, რომ ამაზეც გადავაკეთეთ, კი. Georgian Space-ი თქვენ ალბათ ნახეთ, როცა შეტყობინება მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი დღევანდელი შეხვედრის, ყველგან ვახსენებ Georgian Space. Georgian Space-ის ისტორია იწყება 2021 წელს, როცა უკვე რაღაცა ხმა არის, ბად? შეიძლება. გათბობის არის, ხო? არა უშავს. არა უშავს, რა მოხდა? კარგი, Georgian Space-ი. რა არის Georgian Space-ი? Georgian Space-ი შეიქმნა პლატფორმა 2021 წელს. აი არ ვიცი, უბრალოდ მომინდა რომ ამერიკაში არსებული ბიზნესებისთვის შემექმნა პლატფორმა, სადაც მინიმალური ინფორმაცია იქნებოდა, თავისი ფილტრი აქვს, თქვა, ვეძებთ რესტორანს, ქართულ რესტორანს, შევდივართ ამ საიტზე, ფილტრებთ და ნახულობთ, რომელი რესტორანი სად მდებარეობს. ვეძებთ, თქვა, სალონს, ვეძებთ ასე შემდეგ. მოგეთ, ეს ძალიან არანაირად მასშტაბური ბიზნესი არის, ხო, ჩემთვის ესე ვთქვა, თამაში დავიწყე და საბედნიეროდ ამას მოყვა საკმაოდ კარგი, ესე ვთქვა, განვითარება, გამოხმაურება და რეალურად დღესდღეობით Georgian Space-ის სახელის ქვებით ჩამოყალიბდა და გაჩნდა ძალიან ბევრი პროექტები. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, თუ სურვილი გექნებათ, მე პრეზენტაციას გაგიზიარებთ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია შეიტყოთ იმ პროექტების შესახებ, რომელიც Georgian Space-ის მეგობრობით, ესე ვთქვათ, ხორციელდება და რატო მეგობრობით, რატო დავარქვი. ნებისმიერი პროექტი, რომელსაც ვანხორციელებ Georgian Space-ის სახელით, რომლის წარმომადგენელი გახლავართ, აბსოლუტურად ყველა პროექტს, არც ერთ პროექტს მარტო არ, ესე ვთქვათ, არც ერთ პროექტში მარტო არ ვსაქმიანობ. ყველა პროექტში მყავს, ესე ვთქვათ, ჩემი მეგობარი, რომელიც თავის პროფესიაში და იმ მიმართულებაში არის პროფესიონალი. მათ შორის ცოტა გადავახტები, ზუსტად ერთ-ერთი პროექტი დღეს რის პრეზენტაციაზე თქვენ უნდა დაესწროთ, ბიზნეს კონსულტანტით, ნათია არის ამ პროექტში, ესე ვთქვათ, ჩვენ პარტნიორები გავხდით და ამაზე რა თქმა უნდა დეტალურად ვისაუბრებთ. და ყველაზე მთავარი პროექტი და ზოგადად რატომ 2021 წლის შემდეგ რატო გააქტიურდა ეს პროექტი. ისევ აღნიშნავ, რომ ძალიან ბევრი თქვენთაგანი დღეს პირველად შევხვდით ჩვენ ერთმანეთს. ესე ვთქვათ, ცოტა ახალ ეტაპზე გადავედი ჩემი ემიგრაციული ცხოვრების, ასევე პირადად ჩემი ცხოვრების და ამას მე აბსოლუტურად ღიად და ხმამაღლა ვსაუბრობ. 2025 წელს, რა კარგია, რომ წარსულზე ვსაუბრობ, მარტის თვეში სამწუხაროდ დამიდგინდა სიმსივნის დიაგნოზი, გახლავართ ონკოპაციენტი და აქედან გამომდინარე, აი ამ ჩემმა ძალიან მნიშვნელოვნად ცვლილებამ ჩემმა ცხოვრებისეულმა გადამიყვანა ახალ ეტაპზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოველთვის მიყვარდა მეგობრები, ძალიან დიდი სამეგობრო წრე მყავს, როგორც გითხარით, სულ ურთიერთობებში ვიყავი, როგორც კლიენტებთან, ასევე მეგობრებთან, განსაკუთრებით ეხლა კიდევ უფრო სურვილი გამიჩნდა, რომ ის რაც ჩვენში შესაძლებლობები არსებობს, როგორც ჩემში, ასევე ჩემ მეგობრებში, რომ მეტად შევეცადოთ, რომ გავაზიაროთ და უფრო ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან. ამასთან დაკავშირებით თქვენ ნახავდით, რომ დღევანდელ და ზოგადად სალონურ შეხვედრებზე დასწრება არის აბსოლუტურად უფასო. ეხლა როგორ რანაირად რა ფინანსებით ამას ვახერხებთ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ვამბობ, რომ ეს არის ჩემი მეგობრების მხარდაჭერით. და პარალელურად ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მე შარშან დავიწყე და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და იცით რომ ქალბატონები უმეტესი ქალბატონები ბრძანდებით და არა მარტო ქალბატონებს მსოფლიოში აქტიურად მიდის კიბოს წინააღმდეგ პრევენციის საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები, რაც მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების სტილის დანერგვას, ამისათვის და ზოგადად პრევენცია და
მე თავს არ მოგანწყეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტიურად მე აღმოჩნდა, რომ პრევენციის მიზნით მივედი ექიმთან და სულ შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ თურმე აგრესიული მეორე სტადიის უკვე სიმსივნე მქონდა და მე რომ პრევენციის მიზნით არ მივსულიყავი ექიმთან, ამას ვერ გავიგებდი სამწუხაროდ, ის რაც სამწუხაროდ ჩვენი მშობლების თაობაში გებულობდი ძალიან გვიან ეტაპზე და მაშინ არ არსებობდა ეს პრევენციული ზომები. რატომ ვამღნიშნავ ამას ესე მკაფიოდ? არაჩვეულებრივი პროექტი დავიწყეთ და დღეს თვითონ თქვენთაგანს, რა თქმა უნდა, თუ სურვილი გექნებათ, როგორც აღნიშნეთ, სალონური შეხვედრების ყველა ღონისძიება აბსოლუტურად არის უფასო. სურვილის შემთხვევაში ბარათები არის განთავსებული მაგიდებზე, სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ, არ აქვს ამას რა ოდენობის დონაცია სურვილი გექნებათ და შეგიძლიათ განახორციელოთ დონაცია, რომელიც ამ პროექტს მოხმარდება და ჩათვალეთ, რომ თითოეული თქვენთაგანი უკვე მონაწილე გახდებით ამ პროექტის, რომელზეც საკმაოდ ინტენსიური გეგმა არის 2026 წელს აქტივობის კუთხით. და ასევე ეს ესე ვთქვათ ამ ბარათებზე მოცემული QR კოდი ეს არის ერთჯერადად სურვილის შემთხვევაში დონაცია. ასევე კიდე აქტივობები და პრეზენტაცია გვექნება, მაგრამ ეხლა რატო ვახსენებ? ეს არის წევრობა, ისეც არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი. თუ ვინმე სურვილი გაქვთ, რომ ეს დონაცია $20 ოდენობით ყოველთვიურად განახორციელოთ, რომელიც ავტომატურად ჩამოიჭრება ანგარიშიდან, ისიც არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი, არ ჩათვალოთ, რომ რაიმე ესე ვთქვათ, ჩემი მხრიდან არის ამის ვალდებულება, არანაირად. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ეს უბრალოდ ამ ინფორმაციას გაწვდით, რომ ეს საშუალებას მაძლევს, რომ უფრო გავიზარდოთ და ეს პროექტები გახდეს წარმატებული. სანამ ძირითად თემაზე გადავალ, ზუსტად 7-8 წუთი დამჭირდება ძალიან ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი სიახლის წარსადგენად. ეს პროექტი რო დავიწყე, როგორც აღნიშნეთ, კიბოს წინააღმდეგ ემიგრანტი ქალების მხარდაჭერის პროექტი და ასევე როგორც აღნიშნეთ, კიბოს პრევენციისთვის პროექტი. მოკლედ ისე მოხდა, რომ რამდენიმე თვის წინ არ ვიცი, ცოტა ვღელავ ახლა, იმიტომ რომ დღეს არის დებიუტი ამ ანაუნსმენტის, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე ჩემი მეგობრების დახმარების, რომელებსაც დღეს წარგიდგენთ, ჩვენ ამ პროექტის და კიდევ ერთი პროექტის, რომელიც ახლა საფუძველი ეყრება და ამ პროექტის სახელსაც ხმამაღლა ვიტყვი, მოვიპოვეთ დაფინანსება გრანტის სახით. ეს არ ვიცი, ჩათვალეთ, რომ უკვე არის გამარჯვება და იმ ქალების გამარჯვებაც და გადარჩენა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ გრანტი დაფინანსება, რომელიც ამ პროექტს ხელშეუწყობს თქვენთან, ანუ ჩათვალეთ, რომ ჩვენ ყველანი გავერთიანდებით ამ პროექტის შესრულებისთვის და შევძლებთ, რომ უფრო მეტად აკადემიური, ხარისხიანი და დახვეწილი პროდუქტი შევთავაზოთ ამ პროექტის მონაწილეებს და დამერწმუნებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი სწორი ინფორმაცია და სწორი ადამიანების, პროფესიონალების ჩართულობა ამ პროექტში. აქვე ვიტყვი, რომ თუ რამე გადაკვეთა შეიძლება, რომ თქვენი მხრიდან დაინახოთ, რომ ამ პროექტში მიიღოთ მონაწილეობა, მე ღია ვარ ამისთვის და ნებისმიერ დროს შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. და რაც შეეხება იმ სიახლეს, რომ ამ გრანტის ფარგლებში მეთან უნდა წამოვდგე, რომ ჩემი მეგობრები ბოდიში ჩემი მეგობრები ხა ცალკე რატო გამოვყავით ეს სავარძლები ნათია ბოდიში ხო თამარ მახარაშვილი გაიცანით თუ შეიძლება ეკატერინა მუღულია სოფია ახლებიანი
ჩვენი ახალი პროექტი, ეს არის აუდიო პოდკასტები, რომლის სახელწოდება არის Innovation and Changes, რომელიც ემსახურება განათლების, ჯანმრთელობის, ბიზნესის და სოციალური მიმართულებით, ინოვაციების და ცვლილებები, რაც დღეს თქვენ იცით, რომ უკვე ძალიან სწრაფად ვითარდება მსოფლიოში ნებისმიერი მოვლენები. ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ უკვე. გოგონები ორი სიტყვით აუცილებლად ამის შესახებ მოგვიყვებიან და ნახეთ როგორ არის, ანუ გრანტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ დაფინანსება. ამ გრანტის, რომელიც არის მიზნობრიობა, როგორც გითხარით, კიბოს წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების და ჯანსაღი ცხოვრების სტილის, ესე ვთქვათ, მხარდაჭერა, ამ პროექტის ფარგლებში, ანუ არხი, ესე ვთქვათ, გავრცელების არხი, გარდა იმისა, რომ იარსებებს ოფიციალური ვებგვერდი და საინფორმაციო ინტერნეტ სივრცეში, პოდკასტების მეშვეობით, ანუ აუდიო პოდკასტების მეშვეობით გაეშვება უახლესი ინფორმაციები ამ მიმართულებით, ასევე პარალელურად შედგება სალონური შეხვედრები და აი ესე შევკარით მთლიანად ეს პროექტი, რომლითაც არ ვიცი, გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა და მე ვამაყობ თქვენით და ვამაყობ იმ წამოწყებით, რომელიც ჩვენ საფუძველი ჩაუყარეთ და არ ვიცი, წარმატებას გისურვებთ და მე თქვენს გარეშე სულ ვამბობ, რომ ზოგადად მარტო იცით, რომ წარმოუდგენელია იმ შედეგს მიაღწიო, რაც შესაძლებელია გუნდთან ერთად მუშაობით. ასე რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე დროებით აქეთ გადმოვინაცვლებ, რომ ჩემ გუნდთან ერთად ვიყო და თუ შეიძლება ორი სიტყვით მოდი თამარს მივცეთ, იმიტომ რომ იდეა იყო თამარის კონკრეტულად ამ პროექტთან დაკავშირებით და ჩვენ უკვე ჩავერთეთ აქტიურად და თამარ თუ შეიძლება. არის მართლაც აი განსაკუთრებულია ხოლმე რასაც მოვდივართ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ არის საოცრად ელეგანტური, ძალიან დახვეწილი ყველაფერი, არის ინფორმაციულად ძალიან დატვირთული და ძალიან მიზნობრივი. თითეული თემატიკა, რომელიც განხორციელდა, იყოს სწორედ იმ საჭიროებიდან გამომდინარე. და პოდკასტების მიმართულებას უბრალოდ რო არა ნანოკას ინიციატივა ჩვენ გაგვაერთიანა და აღნიშნულობის საშუალება მოგვცა, რომ ჩვენი მიმართულებებით იგივე პოდკასტების თემაში ვართ 4 დამფუძნებელი ამ პოდკასტებში. გახლავთ აუდიო პოდკასტები, განსხვავებული ფორმატები, იმიტომ რომ ორიენტირებული არის, როგორც განვთქვა, ინოვაციებზე, კვლევებზე. მე გახლავთ სოციალური მეცნიერები, 15 წელზე მეტია მუშაობ ასეთი კვლევების მიმართულებით, საერთაშორისო ორგანიზაციების და თითოეულ ჩვენთაგანს კატოს სოფოს მათ მანუკას ამ 4 მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილებები დავუგრო და შეიძლება იყოს, რომ 10 წელზე მეტი გამოცდილებები გვაქვს და გვინდა, რომ ეს ყველაფერი როგორც სალონური შეხვედრების ფარგლებში, ასევე პოდკასტებში, სამეცნიერო სტატიებში და კიდე სხვა მიმართულებებით წარმოგიდგენთ და მსმენელისთვის იყოს საინტერესო. მთავარი ფაქტორი ერთ-ერთი რაც იყო ინფორმაციული ვაკუუმი არის საქართველოში. ჩვენი მიმართულებებით განათლების, ბიზნესის, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებებით არის ინფორმაციული ვაკუუმი და გვინდა, რომ აი ერთობლივად ასეთი კოლაბორაციით შევავსოთ სალონურ შეხვედრებმა და აუდიო პოდკასტებმა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენი არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, თანამემამულეები საქართველოში ბრძანდებიან და ესე აქ ამჟამად და ყველაზე მთავარი რაც არის პოდკასტებში ჩაერთვებიან ჩვენი ამერიკელი კოლეგები აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინოვაციების და ცვლილებების შესახებ მაქსიმალურად დროულად გქონდეს ინფორმაცია და აქვე ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი ეხლა ფაქტურად რამდენიმე დღის წინ უკვე დაფუძნდა და აქტიურად გადავდივართ ამ საქმიანობაზე,
ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს უკვე და ფაქტიურად მთელი წელი, როგორც აქეთ ძალონური შეხვედრები და კიდე სხვა პროექტების ჭრილში, მთელი წელი უკვე დაგეგმილი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენთაგანი ჩაერთვებით სურვილი შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოგვისმენთ და ჩემი თხოვნა არის, რომ როცა საშუალება გექნებათ, თუ გნებავთ, რომ უახლესი ინფორმაციები ამ პროექტის შესახებ შეიტყოთ, Facebook-ზე, Instagram-ზე, LinkedIn-ზე გამოგიგზავნით აუცილებლად ბმულებს და გამოყვებით ფარი დაგვიჭირეთ და ასევე შეიტყობთ ამის შესახებ ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეალურად თქვენთვის არის ეს ყველაფერი და თუ კი თქვენ მოგვაწვდით იმ საინტერესო, თქვენთვის საინტერესო მიმართულებებზე, ჩვენი გუნდი იმუშავებს, ну, როგორც ქართველების, ასევე ამერიკელი კოლეგების, ასე ვთქვათ, თანამშრომლობით და გაგიზიარებთ დიდი სიამოვნებით. დიდი მადლობა თამარ. მადლობთ. ბატონო სოფო, აბა, როგორ? სოფო. მე ვერაფერს ვერ დავამატებ, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, ყველას უღრმესი მადლობა და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის ყველასთვის საინტერესო რაღაც გაკეთდება, მოისმენთ, წაიღებთ და ეს მხოლოდ დასაწყისია. აქვე რადგან სოფოზე ვსაუბრობ, თქვენ შეამჩნევდით, რომ მაგილაზე არის მოთავსებული ესეთი, ესე ვთქვათ, ინფორმაცია, ეს გახლავთ სოფი ახვლედიანი, ესთეტიკური მედიცინის არაჩვეულებრივი პროფესიონალი წარმომადგენელი, შეგიძლიათ გაიცნოთ მის საქმიანობას, სოფო არის ლიცენზირებული ესთეტიკური მედიცინის, როგორ ვთქვათ, სპეციალისტი და როგორც აღნიშნეთ, ჩვენ ვეძებთ იმ ადამიანებს, ვინც თავის პროფესიაში არიან სანდო, ეს იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და სოფოსთან, რა თქმა უნდა, უკვე გქონდათ საუბარი, მაგრამ დამატებით თუ სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა, კონტაქტი არის და შეგიძლიათ რომ დაუკავშირდეთ. ასე რომ სოფო ამ მიმართულებით არის ჩვენი მხარდაჭერი. კატო თუ შეიძლება? ლედმოგახსენებ შეგახსენებ თავთან თემით. ძალიან ამაყი ვარ, იმიტომ რომ ამ გუნდის წევრი ვარ ამ ეტაპზე, რადგან ახლა საუბრობთ პროექტებზე და საუბრის შეხვედრებზე. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ის მარცვალი გადმოვცეთ ყველასთან, რომ რაც სიახლესთან იქნება დაკავშირებული, ეს ძალიან საინტერესო და როგორც ამ გამახსენათ, თუ დაინტერესებთ, რომ დავაყოლოთ ჩვენ ძალიან დიდი პარტნიორი იქნება. ძალიან დიდი მადლობა. ბოდიში ვერ გავიგე. არა, ეს არის აუდიო პოდკასტი, რომელიც სხვა ეხლა ნახეთ როგორ არის თვითონ ჩვენი გვერდი საინფორმაციო Facebook, Instagram, LinkedIn, YouTube-ზე ყველგანი იქნება, მაგრამ თვითონ თამარ თუ შენ შეგიძლია უფრო დეტალურად თვითონ გაშვება ამ აუდიო პოდკასტების აბსოლუტურად სხვა Spotify-დან დაწყებული, არ ვიცი, ყველა არა, აუცილებლად ეს არის ოფიციალური თამარ თუ შეიძლება მეორე ეტაპზე უკვე სამუშაოები აბსოლუტურად ფინიშამდე არის მისული ვებგვერდიდან ებატება და Spotify და YouTube და ასე შემდეგ. დიდი მადლობა გოგო.